ამ შეხედულებას ვიზიარებ ნაწილობრივ და რატომ ნაწილობრივ, იმიტომ რომ აქ მუშაობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი, ახლა მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე ესე მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარს, რომ ვიღაცა იმართება კრემლიდან ან არ იმართება, ეს ჩემი აზრით არის გამოძიების თემა და საკითხი, მაგრამ მეორე საკითხი, რაც გვაქვს ცალსახად, არის ძალიან ნათელი, რომ საქართველოს მას შემდეგ, რაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დასავლურ ინსტიტუტებთან დაახლოების თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაცია სისტემურად ცდილობს და ამ პროცესს ვაკვირდებით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე სანამ მივიღებდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, როგორც ცდილობდა წარმოეჩინა ისე რომ თითქოს საქართველოს შეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი და აღნიშნული ქვეყანა, ასე ვთქვათ, ალაგებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს. ხო, პირველი მაგალითი არის ის, რომ არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოთა სიაში არ აღმოჩნდა საქართველოს, ეს იყო პირველი ნიშანი და ამას უკვე მოყვა, ასე ვთქვათ, სისტემური პოზიცია, ხა შემთხვევით და სპონტანურად არ საუბრობს რუსული დიპლომატია, რომ საქართველოს იჩენს მაგალითად სიმამაცეს, როდესაც იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირს და არ აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკაში ყველა სანქცია, რაც აქვს დაწესებული ევროკავშირს რუსეთის ფედერაციისთვის, სრულდება მიუხედავად იმისა, საქართველოს იქნება მიერთებული თუ არ იქნება მიერთებული, იმიტომ რომ საქართველოს არც ნახევარგამტარებს აწარმოებს, არც მიკროჩიპებს აწარმოებს და შესაბამისად ის, რაც არ მიდის რუსეთში, ვერც საქართველოში ვერ შემოვა რუსეთის გავლით და მეტიც რუსეთს აქვს ძალიან მარტივი შესაძლებლობა ყაზახეთის დახმარებით აარიდოს თავი ნებისმიერ სანქციას, იმიტომ რომ ყაზახეთი არის საბაჟო კავშირის წევრი. შესაბამისად, ეს განცხადებები რუსეთს ჭირდებოდა უპირველეს ყოვლისა იმის საილუსტრაციოდ, რომ აი ის ახერხებს საქართველოსთან და ქართულ საზოგადოებასთან, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაალაგებას. მეორე, რაც უნდა გვესმოდეს, ეს არის ის, რომ რუსეთი ზოგადად ცდილობს, რომ ერთგვარად მოგვევლინოს და თუ დააკვირდებით საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ყოველთვის ცდილობდა, რომ ყოლოდა გარკვეული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალა პარტნიორად, როგორც ევროპაში, ისე ლათინურ ამერიკაში, ისევე ახლო საზღვარგარეთში და ჯერ ეს იყვნენ მაგალითად მემარცხენეები, ლოგიკურია საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღეს ესენი არიან ულტრამემარჯვენე მოძრაობები და შესაბამისად ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ფლანგები, რომელთა ასე ვთქვათ, წახალისებასაც იგი აქტიურად ცდილობს და მაგალითად, როდესაც მე ჩემი კვლევითი საქმიანობის პარალელში მქონდა შეხება ჩემს რუს კოლეგებთან, ისინი ღიად ამბობდნენ, რომ გეგმა მინიმუმი არის, რომ ქართულ საპარლამენტო სივრცეში აღმოჩნდეს 15% მინიმუმ მკაცრად ევროსკეპტიკური ტიპის პარტია, ანუ 15% ჩვენს ენაზე რო ვთქვათ, პრორუსულად განწყობილი პარტია. თუმცა ევროსკეპტიკური ხას თუ გაუყევით 15% კი არა დღეს უმრავლესობაში. შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ხო, აი გენერალური მდივანი პარტიის ერთ-ერთი მთავარი პირი, ხო, ბატონი კალაძე დღეს დემონსტრაციულად კიდევ ერთხელ ახდენდა სრულ დისკრედიტაციას ევროკავშირის ღირებულებების, რომელზეც დგას და თავის წარმოდგენით ევროპაზე გველაპარაკებოდა, აქ როგორ ის მოწყობაც უნდა, ხო? და შესაბამისად ის ევროკავშირი, რომელიც დღეს რეალურად არის, მან თქვა, რომ არანაირი ამ ტიპის გაერთიანება შესვლა არ უღირს, თუ აი საქართველოს ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული. ეს ინტერესები სანამდე დადის. და ძალიან შორიდან რო არ დავიწყოთ, გიორგი, იმიტომ რომ მაინც ცოტა გვაქვს. ამ კონკრეტულ რუსულ კანონთან მიმართებაში რა შეგიძლია თქვა, რატო ახლა ისე? ამ კანონთან მიმართებაში ერთი რაღაც შეიძლება თქვა, რატო ახლა ისე? პირველი, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი ცენტრის გარშემო, ეს რას ნიშნავს? ხო, ლოგიკურად საქართველოს დემოკრატიზაცია ფერხდება და შესაბამისად ეს თუნდაც არ იყოს პირდაპირ განზრახგადადგმული ნაბიჯი, იწვევს საქართველოს დაახლოებას რუსულ ორბიტასთან, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი, ონტოლოგიურად შეუთავსებელი დემოკრატიულ სივრცესა და დემოკრატიულ სამყაროსთან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა, ვშორდებით ჩვენ დემოკრატიულ არეალს, შესაბამისად უახლოვდებით რუსეთს. ეხლა ამ კანონს რო შევხედოთ თვითონ რედაქციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ კარგად ვისწრებთ როგორც რუსეთში მოქმედ ნორმას, ისევე ამ კანონის პროექტს, ესე პირდაპირ კი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ მართლაც, რომ ეს არ არის რუსული კანონი იმ გაგებით, რომ მაგალითად სუნთქვის უფლება დარჩათ ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორც იქ არის მაგალითად, რომ პედაგოგიური საქმიანობა ეკრძალებათ საარჩევნო პროცესთან დაახლოებით. თუმცა აქაც მოდი კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ ეს არასწორად არ იყოს ინტერპრეტირებული პროპაგანდის მიერ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ კანონის პირველად ვერსიასთან, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული რუსეთში, თორე შემდეგ მასში შეტანილი ცვლილებებთან რო შევადაროთ, ნუ გასაგები. ეს კანონი, ხო, ეს არის კატასტროფა, ხო, რაც რუსეთს აქვს. ეხლა თავდაპირველად იქაც იწყებოდა ისე, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობის მიღწევა გვინდა და აი ამ ტექსტები ზუსტად იგივე. ამ რედაქციას მე რა მოხდა კაცო რეესტრში? ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი
პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ნახეთ არის ის, რომ პრაქტიკულად აიძულებენ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც არასამთავრობო სივრცეში, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებს, საკუთარი თავი დააიდენტიფიციროს როგორც უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელმა. ანუ თუ ვიტყვით, რომ ეს არის ქართული კანონი, მაშინ ეს არის ყველაზე მანკიერი გამოვლინება ქართული პოლიტიკური აზროვნებისა, რომელიც ვერ გაცდა აგენტებზე ნადირობას, კუდიანებზე ნადირობას, ამ ნეობოლშევიკურ რაღაცა ხალხის მტრების შექმნას და ამ ტრისხაძე ადამიანების მასის მიქსევას, იმიტომ რომ ეს გამჭირვალობას არ ემსახურება. ერთადერთი დეკლარაციის შევსებას ითხოვენ პოლიტიკოსები იმისგან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მაგრამ ყველამ ვინც საქმეში ერკვევა და ალბათ პირველ რიგში ქართულმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ დეკლარაციის შევსება არ ნიშნავს გამჭირვალობას, იმიტომ რომ თვითონაც ავსებენ ხშირად და ავიცი ხა მათაც იციან, რამდენად გამჭირვალეა შემოსავლები, ხო და